ოფიციალურად შეეძლოთ უკვე მაისის თვეში ლელო ძლიერი საქართველოს ოზურგეთის ხელისუფლებას წინასაარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება თებერვლის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე და ლელოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლადო ქვილორია მიიჩნევენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიიდან არჩევნებამდე დრო ხელოვნურად გაიყვანა და მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების ღონისძიებები წინასაარჩევნო პერიოდს სპეციალურად დაამთხვია. როგორც მოგეხსენებათ, წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იყო დითოვლობა, რამაც დააზიანა ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლები, სახურავები. 5 თვის შემდეგ დღევანდელმა მთავრობამ დაიწყო წინასაარჩევნოდ სახურავების მიწოდება ხალხისათვის, თანხების ჩარიცხვა იმისათვის, რომ ფაქტიურად წინასაარჩევნო პერიოდში რომ მოისყიდონ და ხმები მიიღონ მათ სასარგებლოდ. 5 თვის განმავლობაში არაფერი დახმარება არ გაუწია. ეხლა კი დაიწყეს სახურავების ყიდვა, თანხების მიცემა. მაგრამ რატო ხდება ეს ყველაფერი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში? მთელი ზაფხული რომ ხალხმა წყალი ჩადიოდათ სახლებში. გადავიდნენ ახლობლებთან საცხოვრებლად. ნუ თუ არ შეიძლებოდა უფრო ადრე გააკეთებათ, მაგრამ არა, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ საარჩევნოდ სახელმწიფო აძლევს თანხებს. ეს არის ამომრჩევის მოსყიდვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გურიატივამ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ მათი მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.